გაზაფხული ახლოვდება და გაზაფხულის მახარობელიც გამოჩნდა ჩვენს ტაძარში, ტაძრის ეზოში დედაღვთისაზე და მინდა გაზაფხულის მახარებლები გამოჩნდა. მინდა ყველა დედას და მომავალ დედას მიულოცო გაზაფხულის დადგომა, მოახლოვება და დადგომა და რისვისაც გაჩენილი არის ქალი, ეს არის დედობა და ყოველი დედა ყოფილიყოს თავისი შვილებით ბედნიერი. მომავალი დედა თავისი ტკბილი ოჯახით, რომელსაც მომავალში შექმნის და თავისი მომავალი შვილებით ბედნიერი. დალოცვილი გამყოვოთ მაღალმა ღმერთმა. ასევე მინდა შევეხო ჩვენს ერში საკმაოდ გავრცელებულ, ეგრეთ წოდებულ სენს 8 მარტის დღესასწაულს. როდესაც ჩვენ რაღაც დღეობას აღვნიშნავთ ძვირფასებო, ვინტერესდებით რა დღე არის ეს. და 8 მარტი კი შემდეგი დღე არის. აგიხსნით. აზიაში თითქმის ყველა სახელმწიფოში მრუშობისთვის და მეძაობისთვის ქალებს კლავდნენ. ბევრ სახელმწიფოში დღესაც კლავენ. ევროპაში 19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველი 10 წლის განმავლობაში მეძაობისთვის, მრუშობისთვის იყო ციხე. ეს ითვლებოდა ქალებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულად. ბუნებრივია დაიწყო ფემინისტური მოძრაობა, მოთხოვნები, რათა ეს საჟელი გაუქმებულიყო და მრუშობისა და მეძაობისთვის ქალი ციხეში არ ჩაესვათ, რასაც შინაარსობრივად ვეთანხმები, ციხე საჭირო არ არის. ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდა უფრო ზუსტად ორი განსაკუთრებული აქტივისტი ყავდა, ეს არის კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი და ამ მოძრაობამ 1910 წელს ევროპაში მიაღწია თავის შედეგს. გამოცემული იქნა კანონი, უпроსწორად გაუქმდა კანონი სისხლის სამართლებრივი დევნა მრუშობასა და მეძაობის გამო. და 1910 წელს ყველა ის ქალი, რომელიც ამ მუხლით იხდიდა საჟელს, გათავისუფლდა. და ეს მოხდა 8 მარტს. ანუ მეძავები და მრუშები გაათავისუფლეს ციხიდან ევროპაში. ანუ ევროპელი მეძავები და მრუშები გამოუშვეს ციხიდან. შემდგომ ეს საზოგადოების ეს ნაწილი ამ დღეს ზეიმობდა და ჩათვალეს, რომ ლეგალიზაცია მოხდა მრუშობის. ანუ რუსთაველის ენით რო ვთქვათ, ბოზობის ლეგალიზაცია მოხდა. 1007 წელიწადში, 1917 წელს რუსეთში მოხდა რევოლუცია, ხელისუფლებაში მოდიან ბოლშევიკები და პირველი მიტინგი, რომელიც ჩატარდა მოსკოვში, იყო სახელწოდებით დალოისტიდ. ქართულად ნიშნავს შორს სირცხვილი, ანუ ჩვენგან შორს სირცხვილი. ამ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ლენინი, ბოლშევიკების ბელადი. აქ შიშვლელი ხალხი მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით ქალბატონები ამ მიტინგზე და ლენინის ცნობილი ფრაზა "так держат товарищи", ქუდი რო უჭირავს ხელში და გაშორელი რო ქუდი. სწორედ ამ მიტინგზე იქნა ნათქვამი. ამის შემდგომ 20-იან წლებში საბჭოთა კავშირი შეიქმნა. ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდებს ეს ყველაფერი კანონით იქნა აკრძალული და ნებადართული იყო პირდაპირ მნიშვნელობით მეძაობა და მრუშობა. დაკანონებული იყო. მხოლოდ 30-იან წლებში, როდესაც შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა სტალინის ერთპიროვნული მმართველობის დროს, მაშინ მოხდა საბჭოთა კავშირის ზნეობრივ ჩარჩოებში ჩასმა. და ეს დღესასწაული კი დარჩა. მოკლედ, ეს დღესასწაული არის შემდეგი სახელწოდების სრულად რო ითქვა და ზუსტად რო ვთქვათ, ევროპული ბოზებისადმი სოლიდარობის გამოხატვის დღე. და როცა არ ვიცით და რაღაცას აღვნიშნავთ, გასაგებია, კაცო, გასაგები, მაგრამ
ეს მაინც არ გამართლებთ ზვირფასებო. და უნდა გაიგოთ რა დღე არის, როცა ზეიმობთ. მერთმა ინებოს რომ მე როგორც ქართველი ღმერთს ასე ვთხოვ რომ ყოველი ქართველი დედისთვის უმთავრეს დღესასწაული იყოს დედობა, დედის დღე და არ ზეიმობდეთ ჩვენ ევროპელი ბოზებისადმი სოლიდარობის დღეს. ეს არ შეიძლება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. თუ გაითვალისწინებთ, გამეხარდება. თუ არ გაითვალისწინებთ და მაინც აღნიშნავთ. ლანძღვას მაინც უნდა მიწყებთ დალოცვილებო. მე მხოლოდ ჩემი აზრი ვთქვი და გაგაცანით 8 მარტის დღესასწაულის მიზეზი და საფუძველი. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ ზვირფასებო, კიდევ ერთხელ ყველა ქალბატონს გაზაფხულის მოახლოებას ულოცავ და დედაღვთისის ულამაზესი ყვავილები ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენთაგანისთვის ქრისტიანული სიყვარულით მაქვს მოძღვნილი. დაგლოცოთ და გაგახაროთ მაღალმა ღმერთმა.